ჯავახაძე ქუთაისი, მესამე მსაჯი მირზა ხურციძე ქუთაისი, მეოთხე მსაჯი არტაკი გუჯაბიძე ქუთაისი და მეხუთე მსაჯი ელხან სეიდოვი თბილისი. ეს მესამე ფოთელია დღევანდელ დღეს. სწორად მახსოვს? იყო გილასონია, იყო ალექსანდრია და თონიკე დანელია. დანელია, აი ბასარია კიდე. დანელია უკაცრავად გილასონია მოიგო და გავიდა შემდეგ ეტაპზე ალექსანდრია დამარცხდა სანდრო კაპანაძესთან. კარგი წყვილი დათმა ქონდა ახლა დანელიას. ბევრს მოძრაობს. ფოთელი მოკრივე. კიდევ ერთხელ ძალიან კარგი შეტევა განახორციელა თონიკე დანელია. ლომიძებას უპასუხა მასაც ჰქონდა წინა მონაკვეთში შედეგიანი დარტყმა. ახაც გავგი იყო ლომიძე. ახაც მინიმუმ პროაქტიული იყო თბილისელი. კარგი მარცხენა მოვარტყა დანელიამ აქ. პასუხიც მიზისგან. კიდევ ერთი მარჯვენა. დასრულდა ამასობაში პირველი რაუნდი. სამი დანელიას ორი ლომიძეს. კარგად უკეთესი ბრძოლა გაჩაღდა ახლა.
ეხლა ლომიძემ პირდაპირი და შემდეგ ხუკი. კიდევ ერთი ქვემოდან მარჯვენა ეს ბოლო მონაკვეთი ლომიძის იყო. კი, ასე. ტანში მარჯვენა კარგი. დანელიასგან შენ კარგად აიცილა. კარგად შეიტოვეს, აი როგორი გაცვლები იყო აქ. მე მგონი დღევანდელი დღის ყველა სანახაური ბრძოლა გამოდის ჯერჯერობით. ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო და გაზებული შეხვედრა არის ნამდვილად. აი კარგად კიდევ ერთხელ ლომიძე. კიდევ ერთი პირდაპირი ფილისელისგან კარგად გამოვიდა კუთხიდან დანელია. კარგი მარცხენა კიდევ ერთი ლომიძის კიდევ ერთი ისეთ შოვიდან მოქნეული ოვერჰენდი Falling, dreaming, talking. მეორე რაუნდს მეგონი ლომიძე იგებს, ხომ? მეც ესეთ შტაბის კიდევ რჩება ჯერჯერობით. თუმცა მესამემდე აქ არაფერი არ გაირკვევა. როგორც არ უნდა მოიგოს ლომიძემ, თუ მოიგო სამი ხმა აქვს უკვე დანელიას პირველ რაუნდში. 10 წამი მეორე რაუნდს. კაპიკად მოუვარდა კონიკე დანელიას. როგორი მარცხენა დანელიას შესრულებით დასრულდა მეორე რაუნდი. კარგ ნოტაზე დაასრულა ფოთოლმა მოკრივე. მაგრამ აი რამდენად საკმარისი იქნება ვნახოთ. კიდევ გაიყო, მაგრამ როგორ გაიყო? აბა 1-სასთან აქვს ორხულიანი უპირატესობა ლომიძეს და 4-სასთან არის ფრენ. იაკობაშვილი, ჭიათურა და ივანე ნასლიშვილი გორი, აკაკი ბასარია ფოთი და არტურ მოვსესიანი ახალ ქალაქი. კარგი სტარტი აქვს მესამე რაუნდშიც. ხა პირველი და მეორე განსაკუთრებით კარგი დარტყმა იყო ლომიძის მხრიდან, შემდეგ ხუკი ჰქონდა დანელიას. თითქოს მეტი ენერგია აქვს ლომიძეს შერჩენილი. თითქოს ეს არც არ ნიშნავს, ჯერ ბევრი არ არის დარჩენილი, 2 წუთი მაქსიმუმ. ცოტა მეტი აქტივობა ჭირდება დანელიას. უნდა მოუმატოს. ბევრი შედეგიანი დარტყმები არ ყოფილა აქ, მაგრამ უფრო აქტიური ლომიძეა, არ არის გამორიცხული ამის წყალობით მოიგოს.
მოარტყა. დანელიონს დაუბრუნა. ორი ნაბიჯი დაიხია და აი მესამე ნაბიჯზე მოარტყა მარჯვენა ხუკი დანელიონ. ნიშნულოვანი დარტყმა იყო, ყველა დარტყმას ფასი აქვს, ეხლა თუმცა ორი დარტყმა ჰქონდა ამის შემდეგ ლომიძეს. ორივე დაიღალა უკვე. ბოლო შეტევა დანელიასი იყო. აქ ბოლო 10 წამიც კი, ყველაფერი კულმინაცია ნიშნულოვანია. იქნება. რომელიც შორს არ არის დიაბეტობით უკვე ვართ ჩაგუჩის ხმა ახლოს. შეიძლება ვერც გავიგოთ და გონგის ჰოთელებს შევსებული აქვს. აი ბოლო 10 წამი. ნახოთ. არ ვიცი ვინ მოიგო, არ გავისხოთ აქ ერთ გეტყვით რომ 9-დან იყო 19 და 9-დან იგებდა სანდრო ლომიძე იმ საჭთან მოგებული დარჩება 1-0-ია მისი უპირატესობა დანარჩენი 4 გადაწყვეტ სამ ბრძოლის გამოჯებას ნამდვილად იყო აი დღევანდელი მე-16 ბრძოლიდან ეს საუკეთესო იყო და ყველაზე დრამატულია აქ 3-2 ჯერ არ ქონია შეიძლება წესით აქ უნდა იყოს 3-2 სანდრო ლომიძე თბილისი. კი ბატონო 3-2-ია, 3-2 მოიგო მესამე რაუნდი ლომიძემ და შესაბამისად ერთ საჭთან მოიგო მან 3 რაუნდი